რადიო იმედზე ზაზა ჭიტანავასთან ერთად. მშვიდობისა 16 საათი 12 წუთი გახლავთ რადიო იმედის დღის არხის ფორმატში განმაგზავნებთ მუშაობას და ჩვენ ახლა დედაქალაქს მის ბიუჯეტს და ამ ბიუჯეტით გათვალისწინებულ წლის სამოქმედო გეგმას გამოვიხმაურებით და ამ თემაზე სასაუბროთ რადიო იმედის სტუდიაში ჩვენ დედაქალაქის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის ნინო ვარდოსანიძეს მას მისლობთ. გამარჯობა. მოგესალმებით. მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ. თბილისის 2025 წლის ბიუჯეტის მოცულობა 200 მილიონამდე გაიზარდა და თბილისის საკრებულოს სხდომაზე ეს გადაწყვეტილება ჩვენ მოვისმინეთ. შესაბამისად, ქალაქის ბიუჯეტი ისტორიულ ნიშნულს მიუახლოვდა და ასეთი მოცულობის თანხა დედაქალაქს და ბიუჯეტი ჯერ არ ქონია, ხო? ლოგიკურია გაზრდილი ბიუჯეტი მეტი შესაძლებლობას იძლევა და ლოგიკურია აქცენტი კონკრეტულ მიმართულებებზეც გაკეთდება. ჩვენ რა არის ბიუჯეტის განსახორციელებელ საქმიანობაში პრიორიტეტული და ზოგადად რა მიმართულებებზე უნდა გაიხარჯოს თანხები, მეტი ინფორმაცია სწორედ თქვენგან მოვისმენთ და თბილისის 2025 წლის ბიუჯეტის მოცულობაზე წარმოდგენა ჯერ კიდევ გასული წლის მიწურულს უკვე ჰქონდა, როდესაც დამტკიცდა კიდევაც, ხო, მაგრამ ახალი წლის პირველი თვის მიწურულს კორექტირება განიცადა ბიუჯეტმა და გაიზარდა ციფრები. პირველ რიგში გითხარით ეს მზარდი ტენდენცია ბიუჯეტისა რისი მანიშნებელია ერთის მხრივ მეორეს მხრივ რა გამოიწვია და ზოგადად რამდენად მოქნილობის მეტ საშუალებას იძლევა ბიუჯეტი მუნიციპალური განვითარებისთვის. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით თქვენს მსმენელს და მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. რადგან ნამდვილად მნიშვნელოვანია რომ ვისაუბროთ იმ საჭიროებებზე, რაც აქვს ჩვენს მოსახლეობას და ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლებს. შესაბამისად ვფიქრობ, რომ ყოველთვის საინტერესო თემაა თუ რას მოხმარდება წელს თბილისის ბიუჯეტი და რა მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება. სანამ უშუალოდ გადავალთ თბილისის ბიუჯეტის განხილვაზე, მინდა ზოგადად გავუსვა ხაზი იმ დადებით ტენდენციას, რაც გვაქვს ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში. თქვენ იცით, რომ წლიდან წლამდე იზრდება ასევე ქვეყნის ბიუჯეტი, არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის, რასაც რა თქმა უნდა თავისი დადებითი ეფექტი აქვს როგორც ადგილობრივ დონეზე, ამის შესაბამისად ასე ვთქვათ ადგილობრივ დონეზეც აქედან გამომდინარე მზარდია ნამდვილად როგორც თქვენ აღნიშნეთ ყოველწლიურად ბიუჯეტი და სხვა დადებითი მაჩვენებლებიც. და საზოგადოებასაც და ყველას კარგად გვესმის ალბათ რომ ეს ყველაფერი არ ხდება შემთხვევით. ეკონომიკურ ზრდას ქვეყნის განვითარებას აქვს სხვადასხვა ფაქტორი და ერთ-ერთი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში. მართალია ეს სიტყვა და თემაც ცოტა საქილიკო გახდა ამ ბოლოს, თუმცა რეალურად რომ არა მშვიდობა ნამდვილად ვერანაირად ვერ გაძლიერდებოდა ეკონომიკა ქვეყანაში და ვერც აი იმ მაჩვენებლებს რაც თქვენ აღნიშნეთ ვერ მივიღებდით ასეთ კარგ შედეგებს. ასევე რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია შიდა და გარე ინვესტიციები, დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, ტურიზმის ზრდა, რასაც მოაქვს სწორედ ეს მაღალი მაჩვენებლები და შედეგები და მე დარწმუნებული ვარ რომ ეს შედეგები კიდევ უფრო გაუმჯობესდება და ჩვენი მოსახლეობისთვის მეტად ხელშესახები გახდება. ლოგიკურია ბიუჯეტის ზრდა ბევრ ფაქტორთან დაკავშირებული და რა თქმა უნდა ეკონომიკური გარემო ამ მხრივ თვალსახად გავლენის და ამინდის ერთ-ერთი შემქმნელია და ამ ყველაფერთან ერთად თბილისიც როგორც დედაქალაქი მზარდია ტერიტორიულადაც და ინფრასტრუქტურულადაც, ხო? თბილისზე რო კონცერტზე ამ შემთხვევაში ნამდვილად ბიუჯეტის ნაწილში. ანუ ჩვენ დედაქალაქის ზრდასთან ერთად ეს ინფრასტრუქტურული პროექტები მატულობს. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ, რომ მუნიციპალური განვითარების თვალსაზრისით რაღაცა კონცეფციური გარდასახვა გვაქვს, ხო? სადაც პირველ ადგილზე არის ფეხით მოსიარულე, სადაც აქცენტი კეთდება რეკრეაციულ ზონებზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზებაზე. ამ მხრივ წლევანდელ და გაზრდილ აი ამ ბიუჯეტში პრიორიტეტები ისევ ძირითადად იგივე რჩება თუ რაიმე ემატება, ანუ პრიორიტეტები როგორ არის და შემდეგ უკვე კონკრეტულ პროექტებსაც განვარცხოთ დიალოგი. მაშინ თბილისის ბიუჯეტიც რომ ვისაუბროთ ორი სიტყვით, თქვენც აღნიშნეთ რომ გაიზარდა 209 მილიონით წელს ბიუჯეტი და აი კიდევ დაკორექტირდა და საბოლოო დღეის მონაცემებით რომ ვისაუბროთ და შევადაროთ მაგალითად 2024 წლის პირველად ბიუჯეტს 430 მილიონი ლარით მეტია დღეს ეს ციფრი და 2 მილიარდ ლარს აღემატება, რაც ნამდვილად უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია.
და კიდევ ცოტა გასულ წლებსაც რომ შევადაროთ, მაგალითად 2017 წლის მაჩვენებელს 2.5-ჯერ არის გაზრდილი 2017 წელთან შედარებით წელს ბიუჯეტი, ხოლო 2011 წლის მონაცემებსაც რომ შევხედოთ 3.5-ჯერ. მაშინ ქალაქის მთელი წლის ბიუჯეტი იყო 620 მილიონი ლარი და ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, დაახლოებით იმდენი, რამდენიცაც წლიდან წლამდე დღეს შეიძლება ზრდა ხდება და ფიქსირდება, კი ბატონო. რაც შეეხება პრიორიტეტებს, უცვლელი რჩება. როგორც წინა წლებში იყო ეს პრიორიტეტები, მაგალითად ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება, ტრანსპორტის სატრანსპორტო პოლიტიკა, იქნება ეს განათლება, პარკების, სკვერების მოწესრიგება, მოწყობა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ეს პრიორიტეტები, რა თქმა უნდა, უცვლელია, იმიტომ რომ ეს არის ქალაქისთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი თემები. გასაგებია. საკრებულოს განსაკუთრებული როლი, მნიშვნელობა გააჩნია შემდეგ უკვე გლობალურად მუნიციპალური მართვის განვითარების თვალსაზრისით და რა არის მაგალითად ის კონკრეტული მიმართულებები, რომელიც შეგვიძლია გამოყო, რომელზეც შეგვიძლია მეტად ვისაუბროთ უფრო ვრცლად კონკრეტული მიმართულებებით. კი ბატონო, თქვენც ახლა გეცოდინება და ჩვენს მოსახლეობასაც რა შეუძლებელია, რა თქმა უნდა, ვრცლად ყველაფერზე საუბარი. თუმცა მე შევეცდები, რომ საინტერესო სიახლეები გაგაცნოთ სხვადასხვა მიმართულების მხრივ. მაგალითად, ერთ-ერთი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს ქალაქში ეს არის სატრანსპორტო მიმართულება, ტრანსპორტის რეფორმა. ამ კუთხით ახალი პროექტია ბიუჯეტით გათვალისწინებული, ეს არის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ახალი ვაგონების შეძენას, ასევე პერსონალის გადამზადებას და უშუალოდ გვირაბების მოწესრიგება, განახლებას. ეს იქნება გარდამავალი პროექტი და განხორციელდება აზიის ინფრასტრუქტურის ბანკის მხარდაჭერით და ვფიქრობ, რომ ქალაქისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი პროექტი იქნება. ასევე ვახსენოთ ავტობუსები, იცით რომ წინა წელს შემოვიდა ახალი 18 მეტრიანი ავტობუსები, შეწყვეტვა განხორციელებულია უკვე და წელსაც შეივსება. ავტოპარკი კი ჩვენ უკვე ვსარგებლობთ ამ 18 მეტრიანი ავტობუსებით, თუმცა კიდევ დამატებით ველოდებით წელსა. ასევე სამომავლოდ იგეგმება ავტოსადგომის მშენებლობაც, ასე ვთქვათ, მოწყობაც, იმისთვის რომ ეს რეფორმა კიდევ წარმატებით გაგრძელდეს. ინფრასტრუქტურაზეც გეტყვით, მოკლედ, დაგეგმილია მსხვილი და მასშტაბური პროექტები, მათ შორის შეგვიძლია გამოყოთ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია, განახლდება რუსთაველიც და ასე ვთქვათ, ეს განახლებული გმირთა მოედანზეც უკვე დაწყებულია სამუშაოები, დაწყებული, ასევე იგეგმება გვირაბის მშენებლობა, რომელიც დააკავშირებს უნივერსიტეტის და ქავთარაძის ქუჩებს ერთმანეთს და საკმაოდ საინტერესო, ასე ვთქვათ, მონაკვეთი გამოვა, როდესაც შესრულდება ეს სამუშაოები და სხვა კიდევ არაერთი, ასე ვთქვათ, პროექტია დაგეგმილი, რა თქმა უნდა, ამასთან ერთად ქალაქის მასშტაბით არაერთი გზა მოეწყობა და მოწესრიგდება. შეგვიძლია კიდევ ვისაუბროთ მაგალითად ჯანდაცვის მიმართულებით, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ბიუჯეტის. საკმაოდ დიდი წილი მოდის მასზე. მოდი სანამ სოციალურზე გადავარდეთ და ჯანდაცვაზე, ჩვენ წელს იგივე საბურთალოს სივრცეში დაკავშირების და გზების ქსელის უფრო კარგად დათვისებისთვის და ეფექტიანად გადაადგილებისთვის ჩვენ ვიხილეთ მაგალითად ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე კარგი შედეგი ის, რომელიც ხიდი, რომელიც აკავშირებს ვაკისა და საბურთალოს ამ ნაწილს და ბაგებს კიდევ უფრო ახლოვებს ქალაქთან და სადაც მხოლოდ საფეხმავლო ხიდი იყო, ახლა ავტომობილით გადასვლა ძალიან ამოკლებს. ყველა ამჩნევს, რომ საკმაოდ განმოხალსახად. და მით უმეტეს წნეთისთვის მიმავალი მანქანა ვაკეში აუცილებლად არ მიდის და ეს გამპირთვას უწყობს. თქვენ გვირაბი ახსენეთ, რომელიც ასევე ამ ჭრილშია. და კითხვა მიმყავს იგივე რუსთაველის პროსპექტი, რომელიც ალბათ ადრე თუ ჩვენ საბურთალოს მონაკვეთში ასეთი დიდი რესტავრაცია მოვახდინეთ პროსპექტისა, შემდეგ 300 არაგველების მიმდევრად ქეთევალ წამებულის გამზირი, მერე აქეთ უკვე დიდუბისკენ, ახლა სწორედ აი ამ ხაზში ერთ-ერთი კულმინაციური მომენტი ალბათ რუსთაველის გამზირის პროსპექტი. და ეს ყველაფერი გათვალისწინებულია ისე, რომ მომავალ ანუ უფრო სწორად წელსვე დამთავრდეს 2005 წლის პარლამენტში თუ ეს ბიუჯეტი წლევანდელი წლის ნაწილს მოიცავს და შემდეგ უკვე პროექტი შეიძლება რომელიღაც არის პროექტები, რომელიც გარდამავალია, მაგალითად ან დაიწყება წელს და ვთქვათ გაგრძელდება მომდევნო წლებშიც. რუსთაველის შემთხვევაში ამ
დღეის მონაცემებით ყოველ შემთხვევაში 9 თვეა, დაახლოებით 1 წელია განსაზღვრული და იდეაში უნდა მოესწროს ალბათ. ხო, უნდა მოესწროს, თუმცა ვნახოთ ახლა იქ არის რიგი ფაქტორებიც, რაც შეიძლება გაუთვალისწინებელი იყოს, თუმცა რუსთაველის შემთხვევაში იგეგმება როგორც გზის უშუალოდ რეაბილიტაცია, ისე გარე ფასადების მოგეხსენებათ, რომ ისტორიული ზონაა და ძალიან რთული და ფაქიზის საქმეა, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება ნამდვილად ძალიან ვფიქრობ მოუხდება და შეცვლის ქალაქს ერთ-ერთი ცენტრალური გამზირია და თან ჭავჭავაძის მელიქიშვილის გამზირის შემდგომ აი გაგრძელება იქნება და უკვე ეს შეიკრება ეს ასე ვთქვათ ეს ხელი იქნება დიახ თან ჭავჭავაძის გამზირი დასაწყისი იყო ამ ახალი კონცეფციისა და მიმღებლობის ეს ეტაპიც გავიარეთ. მაგრამ ეს მე მგონი ყველას მოსწონს და ერთ-ერთი გამორჩეულია ნამდვილად ჩვენს ქალაქში. კი ბატონო. ახლა დაუბრუნდეთ იმ სოციალური თუ ჯანდაცვის მხარდაჭერის ნაწილს. ჯანდაცვა, იმიტომ რომ ნამდვილად მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, როგორც უკვე აღვნიშნე, საკმაოდ ბიუჯეტიდან საკმაოდ დიდი წილი მოდის მასზე. და როგორც სხვა პროგრამების და პროგრამების შემთხვევაშიც აქაც ბიუჯეტის ზრდიდან გამომდინარე გვაქვს ზრდა რა თქმა უნდა. ყველა ძირითადი პროგრამა არის შენარჩუნებული და ჩვენმა თბილისის მაცხოვრებლებმა ძალიან კარგად იციან, იმიტომ რომ ბევრი ყავს მოსარგებლე ამ პროგრამებს და მნიშვნელოვან პროგრამას ითვალისწინებს. გასულ ხტომაზე შევიტანეთ სხვათა შორის ერთი ცვლილება ერთ-ერთ პროგრამაში და მომავალში დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო გავამუჯობესებთ ამ მონაცემებს ერთ-ერთი პროგრამის მიხედვით მაგალითად 100 თბილისში რეგისტრირებული 100 წლის და მეტი ასაკის პირებისთვის იყო ერთჯერადი დახმარების სახით გამოყოფილი 1000 ლარი და ცვლილებების შედეგად ეს თანხა 10000 ლარამდე გაიზარდა. ეს ერთი მაგალითია, ასე ვთქვათ, იმ დადებითი ეს ცვლილებების. თბილისში მობინადრე 100 წელს გადაცილებულებისთვის. 100 წლის და მეტის ასაკის პირებისთვის. გამწვანება ახსენეთ თქვენ ასევე ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. საკმაოდ დიდი ასე ვთქვათ თანხა გამოყოფილი ბიუჯეტი და 45 მილიონი ლარი დაიხარჯება სკვერების, პარკების, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა რეაბილიტაციისთვის და ალბათ ხვდებით, რომ საკმაოდ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ამ თანხით. გამოვყოფ ერთ-ერთ პროექტს, ვერის ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება. ყოველთვის ალბათ საყვარელი და ისტორიული ადგილია და ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი გამოვა საბოლოოდ. მით უმეტეს, რომ ის რაღაცა კუთხით ეს საქმიანობა სამუშაო რუსთაველის პროსპექტის სარეაბილიტაციო საქმესთან ერთად ეთყობა ეს ტერიტორიული ერთიანობის ჭრილში არის ერთდროულად პროექტი გადაწყვეტილი. და საჭიროებაც უკვე მქონდა მაგ ბაღს რომ ცოტა განახლებულიყო და კიდევ უფრო გამწვანებული იყო და ალბათ მე იმედი მაქვს რომ საბოლოო ჯამში უფრო მწვანეს და მოწესრიგებულ სათქმელს და მივიღებთ. სამხედრო ქალაქ შეკრეთ წოდებული სამხედრო ქალაქი იცით სამგორის რაიონში. კახეთის გზატკეცილზე სამგორის რაიონში მაგალითად დიდი ტერიტორია და იქაც პარკი მოეწყობა და ეს ალბათ ერთ-ერთი გამორჩეული დასასვენებელი სივრცე იქნება თბილისელებისთვის. ის კახეთის გზატკეცილზეა და მიმდინარე საქმიანობა და პარკის შენებლობა და იქ გარემოსვლილება უკვე იგრძნობა, ასე ვთქვათ. ეს ნაწილიც წელს უნდა დასრულდეს თუ შეიძლება გადავიდეს და გრძელვადიანია. შესაძლოა, იმიტომ რომ საკმაოდ როგორც გითხარით, ძალიან დიდია ტერიტორია, ბიუჯეტიც ამიტომ შესაბამისად ესეთი მოცულობითი სჭირდება და სავარაუდოდ ეს პროექტი კი გადავა, მაგრამ თავარია რომ დაიწყება და უკვე ასე ვთქვათ ხელშესახები წინსვლა გვექნება ამ მიმართულებით. ასევე მე მინდა ერთი პროგრამაც ვახსენო, შედარებით ახალია, ეს არის ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, იცით ყველამ და ამ პროგრამის მიმართულებითაც წელს საკმაოდ დიდი ზრდა გვაქვს 12 მილიონით გაიზარდა. კონკრეტულად ამ პროგრამისთვის ბიუჯეტი 30 მილიონია ჯამში წელს და საკმაოდ მასშტაბურად ხორციელდება. ეს მაგალითად სამგორის რაიონში იგივე უკვე ერთი პროექტი დასრულდა, 36 ოჯახი დაკმაყოფილდა და ორი პროექტი გვაქვს ისევ კიდევ მიმდინარე და მალე მოსახლეობა იქაც უკვე შესახდება ახალ კორპუსებში და ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი პროექტები, იმიტომ რომ ეს არა მარტო ქალაქის იერსახის თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, არამედ პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების და სიცოცხლის კუთხით. კი ბატონო. და ამ ყველაფრის განხორციელება თქვათ საკრებულოს მიერ მხარდაჭერილი ბიუჯეტის საფუძველზე უკვე მუნიციპალური სამსახურების საქმიანობაა და დატვირთვაა, თუმცა საკრებულოს საკანონმდებლო გარემოც მნიშვნელოვანია და ადრე ხშირად ყოფილა ამაზე საუბარი, რომ ახლა ჩვენ ვიცით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტში პარლამენტთან მიმართებაში ოპოზიციის დამოკიდებულება და საკრებულო ამ საკანონმდებლო საქმიანობის ადგილობრივი თვითმმართველობის ერთგვარი ანარეკლია და ამ მხრივ
ძალიან ხშირად იყო ხოლმე რომ თანამშრომლობაზე ხშირად საუბრობდნენ ხოლმე მართველი პარტიის წარმომადგენლები და ამ ხრივ მით უმეტეს არსებული პოლიტიკური შიდა პოლიტიკური პროცესების ფონზე რამდენად როგორ სურათი გვაქვს ხო გამარტივებულია გარემო ან საქმიანობა პოლიტიკური ოპოზიციას რაც შეეხება მე ვფიქრობ როგორც ქვეყანაში ისეთივეა თქვენც აღნიშნეთ რომ ანარეკლი იქნება ვფიქრობ რომ ზოგადად საქართველოში და ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციას ცოტა სხვაგვარად აქვს თავისი როლი გაგებული ძირითადად როგორც საკრებულოში ისე ვხედავთ ხოლმე პარლამენტში შემოიფარგლებიან ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან საქმიანობის ძირითადი ასე ვთქვათ დრო და ნაწილი რაც მე ვიტყოდი რომ ყველაზე ალბათ იოლის საქმეა ასევე სამწუხაროდ ყველაფრის მიმართ კრიტიკაც ჯანსაღ კრიტიკას კლავს რეალურად და ეს მე ხელისუფლებისთვისაც ასე ვთქვათ ცუდია ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში და ცუდი შედეგები შეიძლება მოიტანოს ასეთმა ოპოზიციამ პირველ რიგში ხელისუფლებისთვის ამიტომ ნამდვილად არ გვაქვს სახერბიელო მდგომარეობა ამ კუთხით საკრებულოს შემთხვევაში ხა ოპოზიციას აქვს რამდენიმე თემა რომელსაც მუდმივად აკრიტიკებს შინაარსის მიუხედავად ერთ-ერთი ამ მშენებლობების საკითხი მაგალითად მაშინ როცა მშენებლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ქალაქის განვითარებისთვის და ჩვენ არაერთი გადაწყვეტილება მიგვიღია ქალაქის სასიკეთოდ მათ შორის იმის მიუხედავად თუ ვინ დგას ამა თუ იმ ასე ვთქვათ მშენებლობის უკან ან ამა თუ იმ პროექტის უკან და მიგვიღია ნამდვილად გადაწყვეტილებები მათ შორის ოპოზიციურად განწყობილი თუ უშუალოდ ოპოზიციის წარმომადგენლის სასარგებლოდაც თუ კი ეს სასიკეთოდ მივიჩნიეთ ჩვენ ქალაქისთვის. ეს არის რეალობა და მე იმედი მაქვს რომ ამ კუთხითაც გვექნება დადებითი და პოზიტიური ცვლილებები. გასაგებია. ჩვენ დიალოგი ავაგეთ თბილისისთვის ისტორიული მოცულობის ციფრებში ასახულ ბიუჯეტზე და აღნიშნეთ ამის ბევრი მიზეზიც ხო ქალაქის ზრდა და ეკონომიკური რეალობა. თუმცა თქვენ მეტროს სადგურის თემატიკა ახსენეთ, სადაც მხოლოდ ჩვენი ბიუჯეტი არ არის, გაზის განვითარების ფონდის ჩართულობაა და ეს ერთ-ერთი სკრუპულოზური და ძალიან სათუთი თემა, მნიშვნელოვანია და აქ საერთაშორისო კომპანიების ჩართულობაც იგივე სარესტავრაციო საქმიანობაში ალბათ მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ რომ ცოტა სხვა კვალიფიკაციაა და სერიოზული საკითხი ასე ვთქვათ და დიახ სამუშაოები საკმაოდ საპასუხისმგებლო. კითხვა მიმყავს საით გარდა ჩვენ მიერ დამტკიცებული ბიუჯეტისა დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც თქვენ ამ ციფრების ზრდის ლოგიკას ჭრილში საუბრისას აღნიშნეთ ეკონომიკურ გარემოს და ამ ხრივ ჩვენ ვნახეთ რომ რამდენიმე დღის წინ ძალიან ხმაურიანი საინვესტიციო მემორანდუმი გაფორმდა რომელიც გულისხმობ აბუ-დაბის მემორანდუმს რომელიც ეკონომიკური განვითარებისთვის ფაქტია უკვე ბოლო დღეები ამაზე საუბრობენ რომ ძალიან დიდ გავლენას მოახდენს და იქ კონკრეტული პროექტები იყო დასახელებული ქალაქები უпростоრად მათ შორის ბათუმი და ამ ქალაქებს შორის რა თქმა უნდა თბილისიც არის. არ ვიცი ახლა დეტალურად რამდენად გაქვთ თქვენ ეს ინფორმაცია, მაგრამ ამ თანხიდან 6 მილიარდი არ არის მცირე თანხა და აქტიობრივი ჩართულობა, ასე ვთქვათ, მონაწილეობა თუ ამ თანხის ასახვა დედაქალაქის სივრცეში როგორია და ზოგადად თქვენ როგორ ხედავთ ამ თანხის შემოდინებით იგივე მუნიციპალური განვითარების მხარდაჭერის ფინანსურ შესაძლებლობას. კი ბატონო, ნამდვილად მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო იმ შედეგებიდან გამომდინარე პირველ რიგში რაც მივიღეთ, გავიგეთ რომ ძალიან დიდი ინვესტიცია ასე ვთქვათ გაკეთდება ჩვენს ქვეყანაში და წაღარუცებ საუბრობთ ეკონომიკის და სწორედ აი ეს ინვესტიცია იქნება ერთ-ერთი მათ შორის, რომელიც კიდევ უფრო დიდ სტიმულს მიცემს ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებას და ზოგადად მსგავსი ინვესტიციები ხდის უფრო მიმზიდველს საინვესტიციო კუთხით მათ შორის ჩვენს ქვეყანას მიუხედავთ იმისა, თუ სად გაკეთდება კონკრეტულად ეს ინვესტიცია რა მიმართულებაში ჩაიდება, მე დარწმუნებული ვარ, რომ მას დადებითი, ასე ვთქვათ, შედეგები ექნება აბსოლუტურად თელ ქვეყანაზე, თუმცა კი ნამდვილად თბილისიც იქნება ალბათ ერთ-ერთი ის ადგილი, სადაც განხორციელდება აღნიშნული ინვესტიცია, ბატონი კახიც, თბილისის მერი იყო ამ ვიზიტის მონაწილე ესწრებოდა და დარწმუნებული ვარ რომ ასე ვთქვათ მეტი კონკრეტიკა შემდგომ უკვე გვეცოდინება და დარწმუნებული ვარ რომ თბილისი იქნება ერთ-ერთი რომელიც მიიღებს ასე ვთქვათ ამ დადებით შედეგებს ამ ინვესტიციისგან. აი ასეთ ინვესტიციებზე უბრალოდ ერთი გამახსენდა, ახლა მინდა ვახსენო, იყო ამაზეც საუბრები, სტადიონი შენდება, ვიცით ახალი ხო დედაქალაქში მთავრობას აქვს დაანონსებული და დარწმუნებული ვარ რომ ამ პროექტსაც თავისი
დადებითი როლი ექნება ქალაქის განვითარებაში, რადგან ჩვენ შევძლებთ რომ ვუმასპინძლოთ მაღალი დონის შეხვედრებს დედაქალაქში, რაც გულისხმობს იმას, რომ თბილისს ესტუმრება ბევრი, ასე ვთქვათ, სტუმარი, რაც გახდის ჩვენი ქალაქის და ქვეყნის მიმართ გაზრდის ინტერესს. და ასეთი პროექტები იმიტომ არის სწორედ მნიშვნელოვანი, რომ კიდევ დამატებით, ასე ვთქვათ, ინვესტიციების წყაროა, რადგან ამ დროს მატულობს ალბათ იმატებს საჭიროებების და შესაძლებლობების შესაბამისად, მხოლოდ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს ამ კუთხით. და მოახდენს ეკონომიკურ გარემოზე გავლენას. გაბატონო ნინო, დღეს ჩვენ დილის ეთერში ერთ-ერთი პირველი თემატიკა რაც გქონდა, ეხებოდა თბილისს და ახალ გამოცემას, რომელიც თბილისის რუქებს, ძველ ფოტოებს და ისტორიულ, ასე ვთქვათ, ნაკრებს მოიცავს და როგორც გაირკვა, იქ ერთ-ერთი ძველი რუკაც გამოითხოვეს, რომელიც რუსეთის იმპერიის პერიოდს უკავშირდება, როცა მე-19 საუკუნის დასაწყისში, ასე ვთქვათ, ჩვენ უკვე გუბერნიის სტატუსით სამწუხაროდ აღმოჩნდით რუსეთის იმპერიაში და იმ დროს შედგენილი რუკა, რომელიც აჩვენებს თბილისის ალბათ მე-18 საუკუნის მიწურული და მე-19 საუკუნის დასაწყისის სახეს და იქ აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ გასაგებია ქალაქის ცენტრი და მნიშვნელოვანი ნაწილი იყო პირობითად თავისუფლების დღევანდელი მოედნიდან ვიდრე ნარიყალამდე თუ ორთაჭალის ბაღებამდე და დღეს თბილისი საერთოდ სხვა მასშტაბით არის, ხო? აბსოლუტურად გაზრდილია სიგრძეში, სიგანეში, მოცულობაში, თუნდაც თბილისის ზღვა რა დღირს, რომლის იქით ნაწილი უკვე გულისხმობ კახეთის მიმართულების ნაწილს, რომელიც ნაკლებად ათვისებული იყო, დღეს უკვე კერძო ობიექტებს ხედავ და განაშენიანებაა და მოკლედ ჩვენი დიალოგის ბოლო ნაწილში თქვენ როგორ ხედავთ აი ბიუჯეტის ზრდის ტენდენციაზე საუბრობდით და ქალაქის ზრდის ეს ტემპები კვეთრად გვაიძულებს, რომ იგივე ბიუჯეტი კიდევ უფრო გაიზარდოს თუ არა და ზოგადად ფინანსური და ეკონომიკური გარემოს ზემოქმედების როგორ გარემოს ხედავთ იმისთვის, რომ ქალაქი ვერ გაჩერდება, ვერასდროს ერთ ადგილას მუდმივად ვითარდება. ხო, განვითარებას თან ახლავს ფიქრობ ეს პროცესები. ბუნებრივია, რომ ქალაქი არის გაზრდილი, მოთხოვნაა გაზრდილი, ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები, თუ რამ გამოიწვია მაგალითად ამ ასე გაზრდა ქალაქის მაცხოვრებლების, ასე ვთქვათ, რაოდენობაც, რა თქმა უნდა, იქ ეკონომიკა რო იზრდება, მეტი, ასე ვთქვათ, სურვილები იზრდება, ადამიანებს აქვს შესაძლებლობა, რომ შეიძინონ, ვთქვათ, ხო, რაღაცა სახლები ააშენონ თუ ასე შემდეგ, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჯაჭვური, ასე ვთქვათ, მექანიზმია და ამიტომ აქვს ამ ყველაფერს ობიექტური ახსნა. თუმცა გასაგები რა ხო უსასრულოდაც ვერ გაიზრდება თბილისი. ვფიქრობ, რომ ბიუჯეტის ნაწილში მთავარი ის არის, რომ პასუხობდეს ამ ყველა საჭიროებას ბიუჯეტი და ყველა მხოლოდ ცენტრალურ თქვათ ადგილებზე არ იყოს გაკეთებული ორიენტაცია, არამედ თქვათ განაშენიანება რადგანაც ხდება, თანაბრად მიექცეს ყურადღება ყველა რაიონს, ყველა ქუჩას, ყველა ასე თქვათ გამზირს და რაციონალური გადანაწილება მოხდეს. ნამდვილად რომ თქვათ ეს მე საზოგადოებასაც არ გქონდეს მხოლოდ იმის სურვილი, რომ ყველა ერთ ცენტრალურ ადგილას თქვათ ცხოვრობდეს, ის სკვერები, პარკები რატომ არის მნიშვნელოვანი ხო, რომ გარეუბნებშიც იყოს და თქვათ ყველა რაიონში იყოს, რომ იქ გქონდეს მოსახლეობა შესაძლებლობა ბავშვი გაასერინოს, თავად თქვათ დაისვენოს და ამიტომ თანაბარი შესაძლებლობები უნდა იყოს ყველა რაიონში, მომსახურების ცენტრები იქნება თუ სპორტული მოედნები თუ ასე შემდეგ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტი სწორედ აი ამას ითვალისწინებდეს და ამ კუთხით ხდებოდეს დაგეგმარებას და შემდგომ უკვე აღსრულებაც. თან მით უმეტეს ამ ყველაფერს ჩემი აზრით აადვილებს და უფრო მსუბუქს ხდის საერთო სურათს ის გენგეგმა, რომელიც ბოლო-ბოლო ამ ქალაქს გააჩნია, რაც ძალიან ბევრი ხნის განმავლობაში არ არსებობდა და მე დიდი ხნის დამუშავების და განხილვის საგანი იყო და სწორედ ეს გენგეგმა ვფიქრობ, რომ კარგი საშუალებაა, რომ ეს მიმართულება შენარჩუნდეს და იყოს რაღაცა მოხაზულობებისა და კონცეფციის შესაბამისი და არა ქაოტური. გენგეგმის ეს სახელმწიფო სწორედ ამაზე მიანიშნებს, რომ ქაოტურად არ ხდებოდეს განაშენიანება და გარკვეულ ჩარჩოებს და წინასწარ განსაზღვრულ გეგმას მიუყვებოდეს. სამწუხაროდ ამას ვერაფერს ვეღარ ვუზამთ, მაგრამ სამომავლოდ ყოველ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ, მათ შორის ის შედეგები, რაც შეიძლება მივიღეთ ჩვენ წინა წლებში სწორედ ამ დაწყებული მშენებლობები და მშენებლობაში ცუდი არაფერი არ არის, მე მინდა იმ მოსახლეობას ეს ესმოდეს, რომ როცა ესმით მშენებლობა,
არ არის ის ცუდი, არამედ გააჩნია სად რა და როგორი აშენდება. სწორედ აი ამ ქაოტობის თუ არასწორი შედეგი არის ალბათ ის დაუსრულებელი მშენებლობები, რომელიც ცალკე კომპონენტია დღეს. დაუმთავრებელი მშენებლობებს რაც შეეხება ეს ბიუჯეტით არ არის ასე გათვალისწინებული, თუმცა ნამდვილად თბილისის მერიის ინიციატივა იყო უშუალოდ კახა კალაძის, რომ ამ ადამიანებს დავხმარებოდით. თქვენ იცით, რომ ბევრი გახმაურებული საქმეა, მათ შორის მაგალითად ცეტრიპოიდის საქმე, ათორის აქსისის 14,000-მდე ოჯახი იყო დაზარალებული და ფაქტობრივად დარჩენილი ბინის და საცხოვრებლის გარეშე და კერძო დავაში, ასე ვთქვათ, კერძო ურთიერთობებით ამ ადამიანებს მიადგათ ძალიან დიდი ზიანი, თუმცა სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ არ შემოფარგლული იყო მხოლოდ ასე ვთქვათ, აი სამართლის სასამართლოს პრინციპით, იმ ადამიანებმა უმეტესმა ყოველ შემთხვევაში ინვესტორმა რაღაც სასჯელი მოიხადა, რაც მათ მიესწრეს, თუმცა ამ ადამიანების პრობლემები ამით ასე ვთქვათ, არ აღმოფრულა, ამიტომ თბილისის მუნიციპალიტეტი მათ აი ამ პროცესში ეხმარება ძალიან რთული პროცესია დღესაც გრძელდება. და რამდენი წელია გრძელდება? გრძელდება, იმიტომ რომ ძალიან რთული პროცესია. მე ვარ უშუალოდ მონაწილე დღეს აი ამ კომისიის წევრი, რომელიც მერიაშია შექმნილი ეს კომისია, მეც ვარ ერთ-ერთი წევრი და ჩვენ აი ყოველ კვირა ვიკრიბებით ამ ადამიანებს ხვდებით და გითხარით რომ 14,000-მდე ოჯახი იყო დაზარალებული და 12,000 ოჯახი უკვე დაკმაყოფილებულია რიგ შემთხვევაში ბინით, რიგ შემთხვევაში თანხით, კომპენსაციის სახით მიეცათ მათ ეს დახმარება და არც ალბათ ერთ-ერთი ძალიან დიდი საქმეა, ძალიან მადლიერები არიან ეს ადამიანები და ჩვენ ამ მადლიერებას ვგრძნობთ და ნამდვილად ვამაყობ რომ ვარ ამ პროცესის მონაწილე. კი ბატონო და მნიშვნელოვანია რომ სწორედ ამ გენგეგმის დამსახურება იქნება წესით ის რომ ისეთი განაშენიანება არ იქნება რომ რაღაცა პერიოდის მერე კიდევ მსგავსი აქტივობა იყოს საჭირო პირიქით ყველაფერი სხვა მიმართულებით მიდის და ეს მნიშვნელოვანია. ასე რომ ვფიქრობ რომ გენგეგმა მართლა სერიოზული მონოპოლია. რაღაც ცვლილებების ქონდეს ეს დაიხვეწება ამას კი მუშა პროცესია, სამუშაო პროცესია და შესაბამისად ამაში არაფერი თქვათ არ არის გამორიცხული და არც ცუდი რომ შეიცვალოს თუ კი ამას მოიტანს ასე თქვათ საჭიროებები, თუმცა ის რომ გენგეგმა უნდა შექმნილიყო და უნდა არსებობდეს ამაზე ყველა თანხმდებით რაღაცა კი ნამდვილად წინასწარ ეს გაწერილი ჩვენ თვითონ ასე თქვა ჩვენ თავსვე უნდა დავუსახოთ ის მიზნები, რაც უნდა შესრულდეს და მე არავინ არ უნდა გადავიდეს რა თქმა უნდა იმ გაწერილ ასე თქვა ჩარჩოებს და ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის ცხოვრებაში და განვითარებაში გენგეგმა დიახ. ალბათ გენგეგმამაც ცალსახად ხელი შეუწყო სწორედ იმ ტენდენციას, რომელიც იგივე დედაქალაქის ბიუჯეტის რეკორდულ დღეისთვის მაჩვენებელს უკავშირდება. ნამდვილად რეკორდული მაჩვენებელი გითხარით რომ 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა, არ ქონია თბილისის ამხელა ბიუჯეტი და ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აი ამ ბიუჯეტით მე ვთქვი ხომ რომ აი ამ ციფრების უკან რა ციფრებით ჩვენ მოვიყვანეთ, რეალურად დგას გაკეთებული საქმეები, იმიტომ რომ ეს ციფრები არ არის მხოლოდ ციფრები და განსაკუთრებით თბილისს ნამდვილად ეტყობა ეს საქმეები და ამ წლის ბიუჯეტითაც დარწმუნებული არაერთი სასიკეთო საქმე გაკეთდება ყველასთვის. დიდი მადლობა. სტუმრობისთვის ამასობაში უახლოვდება დასასრულს ჩვენი დიალოგისთვის გამოყოფილი საეთერო დრო. ჩვენ დემედის სტუდიაში დედაქალაქის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარესთან ნინო ვარდოსანიძესთან ერთად გამოვეხმაურეთ 2025 წლის დედაქალაქის ბიუჯეტს და ყურადღება გამოვახვილეთ იმ პროექტებზე, რომელიც ამ ბიუჯეტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს. ჩვენ იმასთან დიალოგი რადიომედის Facebook გვერდზე აიტვირთება. მადლობა სტუმრობისთვის. თბილისის დროით 16 საათი 40 წუთი სრულდება და ახლობით 20 წუთში მორიგ საინფორმაციო გამოშვებას მოისმენთ. მადლობა დროებით.